დღეს მოვიდა ჩემი ძველი კლიენტი ჩემთან, რომელმაც დაახლოებით 1 წლის წინ გაიკეთა ჩემთან სასიკვდილო ჯადოს მოხსნის რიტუალი. ძალიან კარგად გახდა 2 კვირაში, 40 დღეში ხო საერთოდ და წავიდა. სამყარომ და ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ და მაგით ხვდები ხოლმე რომ წავლენ ძალიან კარგად არიან, მე მადლიერებოდა კიდევაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე გავაფრთხილე რომ ესეთი ცუდი ხალხი რო გყავს სამსახურში, საშინელ სამსახურში, ძალიან კარგ სამსახურში მუშაობს, მაგრამ ძალიან ცუდი გარემოცვა, იმიტომ რომ ყველას მაგისი ადგილი უნდა. და კიდე ყავს ახლა იქ რამოდენიმე ისეთი მტერი და ვუთხარი რომ სადაც ამდე რამეს გიკეთებენ, ძალიან გთხოვ, როდესაც საშუალება გექნება, ძალიან მალე, რაც მალე მით უკეთეს, რომ შენი არ ჩაგივარდეს ყველაფერი წყალში, გაიკეთე დაცვა და წადი და იცხოვრე მერე 5-7 წელიწადი ჩემგან თავისუფალი ხარ, რადგან ესაც საშინელ გარემოში მუშაობ. კი, თან დაავიწყდა, გადასარევად ცხოვრობდა და გავიდა ახლა 1 წელი, მე რა მახსოვს მეგობრებო, 1 წელი კი 1 დღე რო გადის, მავიწყდება უკვე თითქმის ადამიანი, ხო? ან მე რა უფლება მაქვს მე ვინმეს რამე უთხრა და დავაწავ. მოკლედ მოდის დღეს და მეუბნება რომ ლოგინად ჩავარდა და საერთოდ საჭმელსაც კი ვეღარ მიირთმევს, 4-5 დღეა, გამოკვლევები გაიკეთა, სასწრაფო დაჩქარებული წესით და არაფერი არ ჭირს და მანქანაში აღმოაჩინა დაწნული თმები, დასანთლული და ფჩხილები. წარმოიდგინეთ ახლა, თავიდან უნდა გაიკეთოს ადამიანმა ყველაფერი და შემდეგ უნდა გაიკეთოს დაცვაც და ყველაფერი უკვე გადაიხადა ადამიანმა. არადა თავიდანვე რო გაეკეთებინ ადამიანს ამულეტი ეხლა აღარ დასჭირდებოდა. დაახლოებით არ ვიცი, კიდე გახსნაზე ვნახავ რამდენი დაჭირდება, დაახლოებით წმენდა და თუ კიდე მძიმე აქვს რაღაც ღირს ჩემთან, თქვენ კი იცით. ამიტომ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ადამიანები არიან ძალიან ბოროტები. ეხლა ვნახე რომ საქართველოში რაღაცა ფულის გამო ბავშვებს თითებიც კი დააჭრა. ვერ წარმოგიდგენიათ ადამიანები ფულის გამო 20 თეთრით რო ზედმეტი გქონდეთ, რა ქონებაზეა ლაპარაკი ხალხო. 20 თეთრით რო ზედმეტი გქონდეთ ვეღაცაზე, ხალხი არის უზომოდ გაბოროტებული. ამიტომ მეგობრებო, მე კი ფული ძალიან მიყვარს, მაგრამ ისედაც არ მიყვარს რომ წყალში ჩავყარო ჩემი ამდენი ნამუშევარი. ამიტომ გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ დაცვის ამულეტის გაკეთება, რომ არაფერი არ მოგიხდეთ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში და თავისუფალი იყოთ ცხოვრება.